მოგესალმებით, მოცემულ ვიდეო ინსტრუქციაში გაჩვენებთ როგორ შეცვალოთ და როგორ დავაყენოთ ქართული ენა Google Classroom-ზე, Gmail-ზე და ყველა Google-თან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ამისათვის უნდა შევბრძანდეთ gmail.com-ზე, თქვენს მეილზე. შესვლის შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში აი აქ სადაც ხედავთ ჩემს ფოტოს, თქვენ შემთხვევაში ეს იქნება თქვენი მეილის პირველი სიმბოლო, დააწყაბეთ Z და ჩამოიშლება ესეთი მცირე ფანჯარა. მოცემულ ფანჯარაში შეგიძლიათ დაინახოთ აი ესეთი ღილაკი Manage your Google account. ეს თუ რუსულად გაქვთ ენა დაყენებული იქნება უბრალოდ свой Google account და დააწყაბებთ აი ამ ღილაკს. გადასულ ფანჯარაში საჭიროა მარცხენა მენიუში მესამე ელემენტი ავირჩიოთ, აი ამ სიმბოლოს შეგიძლიათ გაარჩიოთ თუ ტექსტს ვერ კითხულობთ, ამ შემთხვევაში ეს არის Data and Personalization. დააწყაბებთ Z და უნდა ჩამოხვიდეთ ბოლოში. აქ გვაქვს language და რუსულ შემთხვევაში ეს იქნება язык. დააწყაბებთ Z, ფანქრით აირჩევთ. გამოვა ესეთი მცირე ფანჯარა, აქ საკმარისია ჩაწეროთ K ორი სიმბოლო, ანუ ქართული და თვითონვე გამოიტანს პროგრამა აი ასეთ ტექსტ ქართულს. დააწყაბებთ ქართულს, დააწყაბებთ შემდგომ აი ამ ღილაკს select არის აქ იგივე ინგლისურის შემთხვევაში და სულ ეს არის თქვენი იგივე ელფოსტა რომ განაახლოთ. შემდგომში იქნება ქართულ ენაზე, ასევე Google-ის ისეთი სერვისები, როგორც არის Classroom-ი. თავისი ინტერფეისით, მენიუთი და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მარტივად გიკარნახოთ რა ღილაკია საჭირო, რომ რაღაც გარკვეული ტექნიკური პრობლემა მოგვარდეს. მადლობა ყურადღებისთვის.